ადრეული ეკლესიის ყველა ჭეშმარიტება განადგურდა ისე, როგორც ეს დანიელ მე-7 თავი არის ნაწინასწარმეტყველები. მხოლოდ ღმერთს შეუძლია ჭეშმარიტების აღდგენა და სიონის აღდგენა. ყველას ნათლად გესმოდათ, რას ნიშნავს სიონი. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიბლიაშია დაწერილი, იცოდით, რა არის ღვთისნება სიონთან დაკავშირებით. იცოდი? არავინ იცოდა, არც მე და არც შენ იცოდი ამის შესახებ. ღმერთი რომ არ მოსულიყო ამ დედამიწაზე, ჩვენ მხოლოდ განადგურების მომენტის დალოდება დაგვრჩებოდა. საბედნიეროდ უკანასკნელ დღეებში თავად ღმერთი მოვიდა და სიონში თავისი გზები გვასწავლა. ღმერთმა სრულად აღადგინა დღესასწაულების ყველა კანონი, რომელიც განადგურებული და გაუქმებული იყო და გვიხელმძღვანელად სათასასუფეველი. ვინ აღასრულა ეს ყველაფერი წინასწარმეტყველების მიხედვით? განა ეს არ არის ჩვენი ზეციური მამა ქრისტე ან სან ჰონგ. მამა ან სან ჰონგ რომ არ მოსულიყო ამ დედამიწაზე, ვერავინ გაიცნობდა ზეციური დედა. ხსნის მთელი საქმე დასრულდებოდა ისე, რომ არავინ იცოდა ეს ჭეშმარიტება. თუმცა ის მოვიდა და ყველაფერი გვასწავლა. ნაწინასწარმეტყველებია, რომ გვასწავლოს თავისი გზები. მაშინ რა გვასწავლა ღმერთმა? ღმერთი ადრეული ეკლესიის დროს დაამკვიდრა ჭეშმარიტება, თუმცა სატანამ გაანადგურა მთელი ჭეშმარიტება, ამიტომ ღმერთი მოვიდა და აღადგინა ჭეშმარიტება ჩვენთვის. ღმერთმა აღადგინა ყველა აღთქმა, რომელიც კაცობრიობასთან დადო. პასექის, სამი დროის 7 დღესასწაული და შაბათის კანონი. მხოლოდ ვის შეუძლია ეს საქმე? მხოლოდ ღმერთს შეუძლია ამის შესრულება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ადამიანი ამბობს, რადგან ეს ბიბლიაშია დაწერილი, მეც შემიძლია მისი წაკითხვით მიბაძვა და ამის შესრულება. ბიბლიის 66 წიგნი არის საიდუმლო, რომლის გაგება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როცა ღმერთი მოვა ამ დედამიწაზე და გვასწავლის. ეს წინასწარმეტყველება მიქა მე-4 თავშია. ახლა შეგიძლიათ მარტივად გაიგოთ პასექის ჭეშმარიტება. თუმცა პასექის შესახებ ადრე თუ იცოდით? წარსულში შეიძლებოდა გეფიქრათ, ტყუილი რა საჭიროა, უბრალოდ ჯვარს უნდა ვცეთ თაყვანი და იესო ვირწმუნოთ. ამას სწავლა ხომ არ უნდა, ეს ძალიან რთულია. თუმცა ახლა, როდესაც ისეთი დღესასწაულების შესახებ გაიგეთ, როგორიცაა პასექი და უფუარობის დღესასწაული, ეს ძალიან მარტივი ჩანს. ღმერთი რომ არ მოსულიყო ამ დედამიწაზე და არ ესწავლებინა თავისი სწავლებები, სიონი ვერ დაარსდებოდა და ვერავინ აღადგენდა ღვთის 3ჯერ 7 დღესასწაული. მაშ, ვინ დაარსებს სიონს, ღვთის დღესასწაულების ქალაქს? მხოლოდ ღმერთს შეუძლია სიონის დაარსება. ადამიანს არ შეუძლია სიონის დაარსება. ამგვარად, ღმერთმა მოგცა გვესმოდეს, რომ ის დაარსებს სიონს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცნობდეთ სიონის დამფუძნებელს. დღეს ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ცრუ ქრისტე და ცრუ წინასწარმეტყველია. ჩვენ უნდა გავარკვიოთ მათი ვინაობა. სიონი დაარსეს ისინი. მოიტანეს დღესასწაულები. ამაში აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ. ამით სწორად უნდა გავარჩიოთ ჭეშმარიტება სიცრუისგან და მივიღოთ ხსნა საუკუნოდ სათასასუფეველი. ეს არის ბიბლიის სწავლება.